წყვიტა რომ სწორედ ამ ფორმით მიიღოს მონაწილეობა მიმდინარე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩვენ ვეცდებით რომ მაქსიმალურად ასე ვთქვათ ვიყოთ ნეიტრალურები, მაგრამ სამწუხაროდ როდესაც ეს პროცესი არ მიდის სწორი მიმართულებით, იქ უკვე პასიურად ყოფნა და ვთქვათ შეფასებების არ გაკეთება ვთვლით რომ არის არასწორი. თქვენ იცით რომ რამოდენიმე ხნის წინ დაფუძნდა ეს დარბაზი და ჩვენი მუშაობის ძირითად ფორმად განსაზღვრეთ კონსულტაციები საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან. მაგრამ ვინაიდან ყველაზე დიდი გულის ტკივილი, რომელიც დღეს დაკავშირებული არის ამ ქვეყნის მომავალთან და პერსპექტივასთან და ყველაფერი გადის მაინც პოლიტიკაზე, პირველ რიგში ჩავთვალეთ საჭიროდ რომ ესეთი დისკუსია, ესეთი კონსულტაციები გაგვემართა სწორედ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. და შეგვეთავაზებინა გარკვეული წინადადებები, რომელზეც იქნება ღირდეს, რომ ერთად დავფიქრდეთ და კონსოლიდირებულად მივიღოთ მათზე რაღაცა გარკვეული გადაწყვეტილებები. ეხლა მე აქ ვხედავ დარბაზში საკმაოდ დამსახურებულ ხალხს, არა მხოლოდ მეცნიერებაში, არამედ პოლიტიკაში, რომელთა მხრებზე საკმაოდ დიდი ისტორია გახლავთ ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების, არიან ადამიანები, რომლებიც იდგნენ ეროვნული მოძრაობის სათავეებთან, არიან ადამიანები, რომლებიც შემდგომ გამოჩნდნენ ქართულ პოლიტიკაში და თავისი სიტყვა ასე თუ ისე თქვეს და ეს უზარმაზარი გამოცდილება, რომელიც დაგროვილი გახლავთ, აუცილებელია რაიმენაირი ფორმით მოვიდეს სისტემატიზაციაში და აუცილებელია აი ამ გამოცდილებიდან გამოვიტანოთ რაღაცა გაკვეთილები. რაც იყო შეცდომა, ვთქვათ რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ სულ იმაზე ფიქრი და უკან ხედვა, რომ აი ეს ჩვენ ეს დაგვემართა, ეს მოგვივიდა, მე მგონი მაინც დედააზრი ამ შეცდომების გამოტანისა, ამ გაკვეთილების გამოტანისა არის, რომ ვიფიქროთ მომავალზე და მომავალში აღარ გავიმეოროთ ეს შეცდომები, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ ამას ადგილი არ აქვს. დღესაც ვისმენთ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ფაქტობრივად ძალიან წააგავს აი მწარე გამოცდილებას, რომელმაც ქვეყანას არ მისცა წინსვლისა და განვითარების საშუალება. იმ მწარე გამოცდილებას ვაწყდებით, რომელმაც ქვეყანა დააყენა ფაქტობრივად თანამედროვე პერიოდის რაღაცა ახალი ტიპის დიქტატურის დამყარების პირობებში. აი ამ პირობებში ჩაგვაგდო. და გამოსავალი ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ, დაიწყოს ფართო მასშტაბიანი. იცით რა არის? ჩვენთან სამწუხაროდ დამკვიდრდა ესეთი ტენდენცია, რომ ხალხს ნაკლებად ენდობიან. ხალხის აზრი აღარავის აღარ აინტერესებს. ვინც მოვა ხელისუფლებაში თulis რომ სწორედ მისი პოზიცია არის, ასე ვთქვათ, ერთადერთი ჭეშმარიტება და არანაირი სხვა, ასე ვთქვათ, ალტერნატიული საშუალება რაღაცა კონსენსუსის მიღწევისა არ არსებობს. ეს ძალიან ცუდი ტრადიცია არის და მე ვთვლი, რომ სწორედ აი ამ ტრადიციის უარყოფიდან უნდა დაიწყოს აი ამ ურთიერთობების, შემდგომი ურთიერთობების გაგრძელება საზოგადოების წევრებს შორის. ეხლა თქვენ იცით, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, პირველი მოთხოვნა არ იყო ეს გახდათ ჩვენი შეფასებებით გაკეთებული, ჩვენი ანალიზით გაკეთებული შეფასებები და სადისკუსიო წარმოდგენილი წინადადებები რეჟიმის გასამართლებასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. როდესაც ვსაუბრობთ რეჟიმის გასამართლებაზე ან სისტემურ დანაშაულზე, მინდა გითხრათ, რომ უკვე ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ამ ასე ვთქვათ ტერმინს, იმიტომ რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ასეთი ცნებები არ არსებობს.
და სხვათა შორის ჩვენს წრეებშიც, მეც ერთად წრეებშიც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გახლავთ ამასთან დაკავშირებით. როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ დანაშაულზე, უწინარესად ვთვლით, რომ ეს არის პირობითად კრებსითი ცნება, რომელიც ყველაზე კარგად და ყველაზე ნათლად წარმოაჩენს და აჯამებს ნაციონალური მოძრაობის ელიტის პოლიტიკური საქმიანობის კრიმინალიზაციას. და შევეცდები ქვემოთ მაინც განვმარტო, რატომ ქვია და რატომ არის ეს სისტემური დანაშაული. ამისათვის მათ შექმნეს იდეოლოგია, მე ძალიან მოკლედ მოვხაზავ აი ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თქვენ ჩემზე უკეთ იცით და ჩემზე უკეთ ხართ გარკვეული მთელი პერიპეტიებში. მათ შექმნეს იდეოლოგია თავისი მყარი სამართლებრივი ბაზით, რომელიც ხშირ შემთხვევაში იფუთებოდა დემოკრატიული განვითარების, ასე ვთქვათ, საბურველით, შექმნეს როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფოებრივი დაჯგუფებები, სამხედრო შეიარაღებული დაჯგუფებები და მოსახლეობის დაშინებისა და დამონების მიზნით ანგარიშწორების უსასტიკესი მეთოდები. უფრო ზუსტად კი შეიძლება ასე ითქვას, რომ მონოპოლიზირებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით შექმნეს, წარმართეს და განახორციელეს ომის პოლიტიკა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. და ეს აყვანილი იყო სახელმწიფო პოლიტიკის რანგში. ეს იყო სახელმწიფოს ნება და გამომდინარე აქედან ჩამოყალიბებული იყო როგორც სისტემა და სწორედ ამ თვალსაზრისით ვხმარობთ აი ამ გამონათქვამს და ვაჯამებთ მთლიან აი ამ მათ შემოქმედებას როგორც სისტემურ დანაშაულს. რასაკვირველია, ახლა ჩვენ ამ ტერმინის გამოყენებით არ უარყოფთ საჟელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს და პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის პრინციპს. თვით თუ გაცნობილი ხართ და ბევრი ვიცი რომ საქმის ყურში ხართ ამასთან დაკავშირებით, თვით ნიურნბერგის პროცესიც კი უარი არ ითქვა ამ პრინციპის რეალიზაციაზე. იქ პასუხი აგო ყველა იმისათვის, თუ რა სიმძიმის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. და ალბათ ისიც იცით, რომ რამოდენიმე განსაჯდელი გამართლდა კიდეც. მაგრამ თუ კი გავავლებთ პარალელებს და მე მაინც წინააღმდეგი ვარ ესეთი პარალელების გავლების, იმიტომ რომ ჩვენ შემთხვევაში მე მგონი რომ უფრო რაღაცა სხვა კატეგორიასთან მქონდა საქმე, ის რაც ხდებოდა, ისიც იყო ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და სწორედ ამას დაეფუძნა ნიურნბერგის პროცესი და სწორედ ამით არის ის უნიკალური. მაგრამ ის რაც ხდებოდა აქ, ეს იყო მშვიდობიანობის პერიოდში განხორციელებული ანალოგიური საქმიანობა და ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებით ახალი რაღაცა მეთოდოლოგიით, სისასტიკის ახალი, ასე ვთქვათ, ხერხების გამოყენებით მასობრივი ბოროტმოქმედებათა მთელი სერია. უბრალოდ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი იმ პროცესიდან, რომ იქ იქნა აღიარებული სწორედ და მოთხოვნა იყო ესეთი, რომ დანაშაულებრივად გამოცხადებულიყო გარკვეული ორგანიზაციები, რომლებიც ამას წარმართავდნენ. ასეთი ორგანიზაციები თქვენ იცით, იქ იყო როგორც საიდუმლო სამხედრო პოლიცია, გესტაპო, თვითონ პარტიის, ფაშისტური პარტიის დამცავი რაზმები და უსაფრთხოების სამსახურები SS და SD
რომლის სახითაც ფაქტობრივად საქართველოში ჩამოყალიბდა სოდისა და კუდის ინსტიტუტები, შინაგან საქმეთა ორგანოების ეს ინსტიტუტები და რომლებიც წარმართავდნენ ფაქტობრივად ანალოგიურ საქმიანობას. ეხლა გასაგებია, რომ დემოკრატიულ რელსებზე გადასვლა მთელი ამ პერიოდის შემდეგ ძალიან რთული იქნება და გვესმის, რომ სახელმწიფოს და ახალ ხელისუფლებას უჭირს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო. მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის შეუძლებელი და თანაც ძალიან მოკლე ხანში და თუ გავიხსენებთ ერთ ძალიან კარგ პრეცედენტს ესპანეთის ისტორიიდან 40-წლიანი ფრანკოს 40-წლიანი დიქტატურის შემდეგ წელიწად ნახევარში მოახერხა ქვეყანამ გაეტარებია ისეთი ღონისძიებები, რომელიც ეს ქვეყანა აქცია ევროპის მოწინავეთა რიგებში. მე მგონი მაინც მთავარი არის მონდომება, სურვილი და ხელისუფლებისა და საზოგადოების კონსოლიდაცია. სხვანაირად ჩვენ ვერანაირ შედეგებს ვერ მივიღებთ და გაგრძელდება ის ტენდენცია, რომელიც მიდის ჩვენი სახელმწიფოებრიობის რღვევისა და დაშლისაკენ. ეხლა ჩვენი თქვათ მეორე მოთხოვნა, რომელიც ეს გახლავთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს არ არის ეს არ არის რაღაცა მშრალი მოთხოვნა. ამას რა თქმა უნდა წინ უნდა უძღოდეს ძალიან ბევრი წინაპირობის შესრულება და ამათგან ჩვენ ვთვლით, რომ რამოდენიმე მათგანი არის ყურადსაღები და აღსანიშნავი. და სწორედ აი ამასთან დაკავშირებით გვინდა დისკუსიის გამართვა და თქვენი შეხედულებების გაზიარება და მოსმენა. საერთოდ, როდესაც იწყება სახელმწიფოს მშენებლობა, ან გრძელდება სახელმწიფოს მშენებლობა ახალი ფორმით, ახალი ლოზუნგით, ახალი მისწრაფებებით, ყოველთვის განისაზღვრება რაღაცა კონცეფცია, რომელსაც შემდეგ თანმიმდევრულად უნდა მიიყვეს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა. მე რამდენადაც ვიცი, ასეთი კონცეფციები ყველა დროს მუშავდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ რეალიზება მათ არ ეწერათ, იმიტომ რომ ისევ და ისევ იმ დამკვიდრებული მავნე ტრადიციის გამო, როდესაც არსებული სამართლებრივი სივრცე, არსებული პოლიტიკური რეალობა ერგებოდა ერთადერთ ადამიანს. და ყოველთვის ვღებულობდით რაღაცა ბელადებისა და ამგვარი აი ესეთი ადამიანების სახეს, რომელიც, ახლა იქ ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ პროგრესზე საუბარი ზედმეტი იყო და ყოველ ჯერზე ვიწყებდით 10 თვლის წერტილი იწყებოდა ისევ და ისევ იმ ადგილიდან, საიდანაც მანამდე ვიწყებდით. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს პროცესი უნდა დაიწყოს პირველ რიგში რამოდენიმე ნაბიჯის განხორციელებიდან და პირველი მათგანი ეს უნდა იყოს რეფერენდუმზე ისეთი დოკუმენტის გატანა, რომლის სახელწოდებაც იქნება დოკუმენტი პოლიტიკური რეფორმების განხორციელების შესახებ. რა შინაარსის დოკუმენტი უნდა იყოს ეს? ბუნებრივი არის, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ აქვს აზრი თუ არ მოწესრიგდა მთლიანად საარჩევნო სისტემა და საარჩევნო სამართალი საქართველოში. ის იმახინჯე და ის არადემოკრატიული ფორმები ხელისუფლების ჩამოყალიბებისა, რომლითაც აქამდე ხორციელდებოდა ჩვენს ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს დავიწყებული.
ამიტომ ამ დოკუმენტის ძირითადი აზრი უნდა იყოს სწორედ აი ეს პრიორიტეტები, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო კანონმდებლობის ახლებურად ჩამოყალიბებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვთვლით, რომ არანაირი აზრი ასეთი არანაირი არჩევნების ჩატარება საქართველოში არ აქვს. ამავე დოკუმენტში უნდა იყოს გადმოცემული მთელი სპექტრი საკითხებისა, რომლებიც უკავშირდება აი ეგრეთ წოდებულ ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებს. სამწუხაროდ საქართველოში ასეთი ღირებულებების სახით წარმოდგენილი იქნა სრულიად სხვა რამ და ვინც გარკვეული არის და ცოტა ჩაუხედია თუნდაც თეორიაში, კარგად იცის, რომ ლიბერალიზმი და მით უმეტეს ლიბერალური დემოკრატია ეს პირველ რიგში არის საბაზრო ეკონომიკის განვითარება, საბაზრო ურთიერთობების განვითარება, ეკონომიკის განსახელმწიფოებრიობა მაქსიმალურად, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის მაქსიმალურად ფართო უფლებამოსილებებით აღჭურვა, ადამიანის უფლებების გაფართოება და ასე შემდეგ და არა ის, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ რაღაცა ერთი კონკრეტული საკითხის სახით წარმოგვიდგინა და აი 17 რიცხვში თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ, რომ სწორედ აი ამ ასე ვთქვათ ლოზუნგით იქნა კინაღამ რაღაცა უბედურება დატრიალებული. მეცნიერთა აზრი სწორედ იმისთვისაც არის გასათვალისწინებელი, რომ თეორიები მართალია ეხა კაზუისტიკა ბევრს არავის არ მოსწონს, იმიტომ რომ პრაქტიკა მაინც სრულიად სხვაგვარად მიდის ხოლმე, მაგრამ როდესაც პრაქტიკა ძალიან სცილდება თეორიას, დამერწმუნებით რომ შედეგები ცოტა სხვაგვარი ხვდება ხოლმე. ამ პროცესის განვითარების შემდეგ, ჩატარების შემდეგ უნდა მომზადდეს ვადამდელი, არამხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2014 წლის გაზაფხულზე, არამედ ასევე მორიგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. და უპრიანი იქნება, რომ სწორედ ამ თვალსაზრისით განხილული იქნას ორივე საკითხი და ორივე აი ამ ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე პერიოდში მოხდეს მათი არჩევა. ახალმა პარლამენტმა შემდგომი ნაბიჯი იქნება ის, რომ ახალმა პარლამენტმა შექმნას კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებელი კომისია. თქვენ იცით, რომ და მეც ვღებულობდი აქტიურ მონაწილეობას იმ პროცესში, თქვათ ოქტომბრამდელ პროცესში და მაშინ თითქმის ყველა იყო შეთანხმებული იმაზე, რომ გამარჯვების შემთხვევაში დადგებოდა აუცილებლად საკონსტიტუციო ცვლილებების და არამხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებების, არამედ მთლიანად ახალი კონსტიტუციის ვარიანტის შემუშავების აუცილებლობა. სამწუხაროდ დღემდე ეს პროცესი დატორმოზებული არის. ისევ და ისევ გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო. ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტია იმისათვის, რომ მაქსიმალურად იქნას მიღწეული საზოგადოებრივი კონსენსუსი. იმიტომ რომ რამდენი ასე ვთქვათ ვარიანტიც იქნა შემუშავებული, ისევ და ისევ ყველაფერი მორგებული იქნა ერთი და იგივე კაცზე, ერთი და იგივე ჯგუფზე და ეს იქცა აი ამ ქვეყნის უბედურების ძალიან სათავედ. რასაკვირველია, არის გადასადგმელი სხვა ნაბიჯებიც. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველა ეს ნაბიჯი უნდა ემსახურებოდეს ერთ იდეას. ჩვენ ძალიან დავცილდით ამ იდეას, თუმცა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლებების მიერ ეს ძალიან ისე ხმამაღლა იყო გაცხადებული, მაგრამ ეს განცხადებები დარჩა განცხადებების დონეზე. ჩვენ ყოველთვის ღებულობდით საპირისპირო პროცესს.
მე ვთვლი რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არ არის დღეს არც ნატოში გაწევრიანება, არც ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია, არც სხვა რომელიმე ორგანიზაციებში ინტეგრაცია. პირველი პრიორიტეტული იდეა, რასაც ეს ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს, ეს არის ეროვნული თანხმობის მიღწევა. ვინაიდან თუ არა ეს აი ნებისმიერი ანალიზი, ნებისმიერი სიღრმისეული განხილვა ყველა ამ პროცესისა გვაძლევს იმ დასკვნის აკეთების საშუალებას, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე არანაირი ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობა ყველა ინტეგრაციულ პროცესებში მონაწილეობა იქნება შეუძლებელი. აი სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით გვინდა რომ ჩვენ დღეს თქვენთან ერთად ვისაუბროთ, აპატიეთ რომ ცოტა სიტყვა გამიგრძელდა, თქვენ წინ გიდევთ დოკუმენტი, რომელიც გარკვეულწილად ასახავს იმ მიზეზებს და იმ ასე ვთქვათ არგუმენტებს თუ რატომ ვითხოვთ, რატომ ვთვლით რომ აი ეს ორი საკითხი არის ძალიან სერიოზულად განსახილველი და მინდა რომ დღევანდელი დისკუსია გახსნილად გამოვაცხადო და გთხოვთ რომ აქტიურად მიიღოთ მასში მონაწილეობა. ჩვენ დღეს გვაქვს კიდევ ერთი საინტერესო ასე ვთქვათ პრეზენტაცია. თქვენ იცით რომ არსებობს ძალიან ისეთი კარგი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ერთსულოვნება, რომელმაც შეიმუშავა შესანიშნავი საინტერესო წინადადებები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს თუ როგორ არ უნდა გაყალბდეს არჩევნები. და მე შემდეგ ბატონ მიხეილს ვთხოვ რომ ეს თავისი პრეზენტაცია ჩვენ გაგვაცნოს და უფრო ასე ვთქვათ გარკვევით წარმოგვიდგინოს ის დეტალები თუ რაზე არის ეს დაფუძნებული. ისე. ბატონ მიხეილ, თქვენი თუ არ დავიწყოთ?